საღამო მშვიდობისა მეგობრებო, მინდა ჩავწერო ვიდეო სირიაში მომხდარ ცვლილებებთან დაკავშირებით, სადაც მოუწია ესადის რეჟიმს გაქცევა. ესადი გაიქცა, რა თქმა უნდა, რუსეთში, იმიტომ რომ სხვაგან სად უნდა გაქცეულიყო ავტოკრატი მმართველი და თავშესაფარი იპოვა რუსეთში, რომელიც მას ეხმარებოდა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც ვიცით, ჩვენ სირიაში იყო სამოქალაქო ომი და ამ სამოქალაქო ომში დიდ დახმარებას უწევდა მას რუსეთი და ირანიც, რა თქმა უნდა. მაგრამ შემდეგ რაღაცნაირად შეიცვალა მდგომარეობა, სიტუაცია არ ვიცი როგორანაირად მოხდა ეს, რომ ასე სწრაფად ესაც მოუწია ქვეყნის დატოვებამ და ესე იგი უბრძოლველად დათმო მან თავისი პოზიციები. ნამდვილად გასაკვირი არის და ეთყობა მას რომელიღაც სახელმწიფოები დაუდგნენ, რა ქვია, სირიის ხალხს გვერდში და მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რომელიც სისხლში მოიყვანეს. მე თურქეთში ვიმყოფები და თურქეთის ჟურნალისტები თავიანთ სიცოცხლის ფასად იღებდნენ იქ კადრებს და ჩვენ ეკრანებიდან ვადევნებდით თვალყურს. თუ რა მდგომარეობა იყო სირიის ციხეებში. სირიის ციხეებში რაღაც არაადამიანური. როდესაც ჩვენ ამ კადრებს ვუყურებდით, ესეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს საშინელებათა ფილმს ვუყურებდით და ეს რეალობას არ წარმოადგენდა და ეს სინამდვილეში არ ხდებოდა. იმიტომ რომ 21 საუკუნეში ასეთი ადამიანების ასეთი ტანჯვა, ასეთი წამება ნამდვილად წარმოუდგენელი იყო ჩვენთვის. ერთ-ერთ ინტერვიუში 27 წლის იდრისი ყვება, რომ ის, როდესაც სამოქალაქო ომი დაიწყო, ის გამოიქცა თურქეთში, რამოდენიმე თვე იყო თურქეთში, მერე გადაწყვიტა, რომ დაბრუნებულიყო თავის სამშობლოში, იმიტომ რომ მას იქ მშობლები და დაძმანი ჰყავდა და აინტერესებდა ისინი რა მდგომარეობაში იყვნენ. მაგრამ მან თავის სახლამდე ვეღარც მიაღწია და აიყვანეს ისინი ესადის რეჟიმის წარმომადგენლებმა. ისინი მისგან ითხოვდნენ აღიარებითი ჩვენების მიცემას იმაზე, რომ თითქოს ის იყო ესადის რეჟიმის წინააღმდეგი. მიუხედავად იმისა, რომ იდრისი ამბობს, რომ მას არანაირი ურთიერთობა არ ქონია პოლიტიკასთან და არანაირი შეხება არ ქონია ამ საქმესთან, ის უბრალოდ შეეშინდა, იმიტომ რომ ომი რო დაიწყო და გამოიქცა ქვეყნიდან. მიუხედავად ამისა, ის დააპატიმრეს და ყოველ დღე მას ცემითა და წამებით ცდილობდნენ, რომ მისგან, რა თქმა უნდა, მიეღოთ აღიარებითი ჩვენება. რა თქმა უნდა, რაზეც ის დასთანხმდა და იძულებული გახდა, რომ დასთანხმებული იყო, იმიტომ რომ ცოცხალი გადარჩენილი იყო და მას მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა. იდრისი ყვება, რომ მათ უკრავდნენ ხელებს, თვალებს უხვევდნენ, ფეხებზე ბორკილებს ადებდნენ, შემდეგ ძირს აგდებდნენ და უმოწყალოდ სცემდნენ მანამდე, სანამდე გონებას არ დაკარგავდნენ. ასე მეორდებოდა რამოდენიმე დღე და საღამოს, როდესაც ცემას მორჩებოდნენ, ისინი ბოძზე იყვნენ ჩამოკიდებული, ამ ხელი მხოში ჰქონდათ შეკრული და ამით ჰკიდებდნენ ბოძზე. ყვება ძალიან, ესე იგი, აუტანელ დამცირებაზე, აუტანელ ფსიქოლოგიურ, რა ქვია, ზეწოლაზე, რა თქმა უნდა, რასაც ვერ ყვება, ის კიდე დანარჩენია. აი ამას რასაც ყვება, ის ყვება ცრემლებით და ტირილით, ესეთი არაადამიანური მოპყრობის შესახებ. ის ამბობს, რომ ყველამ ვერ გაუძლო ამ ზეწოლას და ზოგი ჭკუიდან გადავიდა და, რა ქვია, გონება აერია. როგორც იდრისი ყვება, თუ რომელიმე ტყვეს ან კბილიას ტკივდებოდა, ან რაღაცას გაუსაძლისი მდგომარეობა ჰქონდა, რაღაცას ტყიოდა, თუ ისინი მიმართავდნენ ბადრაკს ისინი გაჰყავდა გარეთ, იღებდა რკინის ჯოხს და სასტიკად უსწორდებოდა და ამბობენ, რომ სანამ ესე იგი პატიმარი არ მოკვდებოდა, მანამდე ურტყამდა რკინის ჯოხს პირდაპირ თავში. შემდეგ იდრისი ყვება, რომ ადამიანები, რომლებიც იყვნენ სიკვდილმისჯილები, ისინი გაჰყავდათ ჩამოსახრჩობად. ჩამოხრჩობის შემდეგ ამ გვამს იღებდნენ და როგორც ის ამბობს, ჰქონდათ გვამებისთვის სპეციალური პრესი, რომელშიც სპრესავდნენ ამ გვამს და როგორც იდრისი ამბობს, სალფეთქივით ხდებოდა ეს გვამი და მერე ამ გვამებს ათავსდნენ პარკში და არ ვიცი მერე მიჰქონდათ, როგორც იდრისი ამბობს. იდრისი ყვება, რომ მათ საკანში არ ჰქონდათ ტუალეტები. ამიტომ მათ ჰქონდათ ქვაბი, რომელშიც ისაქმებდნენ, ესე იგი ტუალეტის მაგირობას უწევდა ეს ქვაბი. შემდეგ ამ ქვაბს თვითონვე არ ეცხვინებდნენ და ამ ქვაბშივე უსხამდნენ საჭმელს. რა თქმა უნდა, ახლა საჭმელიც რა იქნებოდა, წარმოგვიდგენია და
იდრისი ამბობს, რომ ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ ეს საჭმელი მიგვეღო, იმიტომ რომ ვფიქრობდით, რომ ერთ დღესაც ნახავდით ციხის კარებს გაღებულს და იმედი გქონდა, რომ როდესღაც ალბათ გარეთ აღმოჩნდებოდით და სიცოცხლე რომ გაგვეხანგრძლივებინა, იძულებული ვიყავით ეს საკვები მიგვეღო. აი ესე ყვება თვალცრევლიანი კადრები, ალბათ ბევრს გაქვთ ნახი. ესე იგი, იმდენად შეურაცხყოფილად, იმდენად დამცირებლად გრძნობს ეს ბიჭი, რომ როცა ყვება და ინტერვიუს აძლევს, ესე იგი ცრემლებს ვერ იკავებს. რა თქმა უნდა, ჟურნალისტიც იმასთან ერთად ტირის. მერე ყვება ისა, როდესაც რა თქმა უნდა ეს ციხის კადრებს აჩვენებდა და ციხეს კარებს ხსიან, იდრისი ამბობს, რომ პატიმრებს არ თუ ნამდვილად მათთან თავისუფლებდნენ და ეკითხებოდნენ რა ხდებაო, ესეთი კითხვები იყო, ნამდვილად თავისუფლები თუ იყვნენ, ესე იგი წარმოუდგენლად მიაჩნდათ. პატიმრები, რომლებიც 40 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ იქ, იმათ ეგონათ, რომ ისევ ასადის მამა იყო პრეზიდენტი და ესე იგი იმდენად ინფორმაცია არ ჰქონდათ პატიმრეს, ესე იგი ამდენი წლის ციხეში ნამყოფ 40 წლის წელი, რომელიც ციხეში იჯდა დაუშვათ, ბევრი იყვნენ ესეთები, იმათ ინფორმაცია იმის შესახებაც არ ჰქონდა, რომ ასადის მამა გარდაცვლილი იყო და პრეზიდენტი უკვე ამდენი წელიწადია ასადი იყო. ესე იგი მზის სხვებიც არ ჰქონდათ ამ ხალხს დანახი. და ზოგიერთები, როგორც ბორკილები ჰქონდათ ესე წინ გაკეთებული, იმ ხელებს კიდევ ვერ ხსნიდნენ. კაიგე, აი ესევე იყვნენ ბორკილი მოხსნეს, მაგრამ ხელები ისევე ეკავათ, როგორც თითქოს გეგონება ბორკილები ზედა ჰქონდათ. არ ვიცი, რამდენი რამე უნდა მოყვე ამ სიტუაციაზე, ისეთი კადრები არის და ისეთ კადრები საჩვენებენ, რომ ყველას ჩვენება ნამდვილად ძალიან ძნელია. ისეთი საშინელი კადრები არის გადაღებული, რომ ყველა, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს მისი რა ქვია, ატანა არ შეუძლია და ამიტომ მე ვეცადე, რომ ყველაზე ადვილი, შედარებით ადვილი ჩამეწერა იდრისის სიტუაცია. იდრისი ამბობს, როგორც გამანთავისუფლეს, მე ესევე ფეხი შველა, უფლოდ ყველაფროდ გავიქეცი ჩემი მშობლების საცხოვრებლისკენ, მაგრამ იძახის, რომ მე რომ მივედი, დედა ძლივს ვიპოვე, ისიც სადღაცაც ჩადრში, ბარაკში იყო განთავსებული, გაუბედურებული იძახის. მამაზე რო შევეკითხე, მითხრა, რომ მამა დაიღუპა, დაძმებით როგორც გამოჩნდა, მე დაიკარგნენ. ალბათ როგორც იდრისი დაატყვევეს, ისინიც დაატყვევეს და ალბათ ცემაში მოკლეს და ისინი არსად არ აჩანან. ძალიან ბევრი ხალხი არის დაკარგული, ალბათ დანარჩენები, ვინც ცემატყებას ვერ გაუძლო და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გაუძლო, ალბათ დანარჩენები მკვდრები არიან, იმიტომ რომ ერთი კვირა პატიმრებს ეძებენ, კი იცით როგორ ლაბირინთები საპატიმრები ჰქონდათ გაკეთებული მიწისქვეშ, მაგრამ ესე იგი დაკარგული პატიმარი არის ძალიან ბევრი. იდრისი ამბობს, რომ ამდენი ტანჯვა წამება, ამდენი დამცირება იმის გულისთვის კიდე გადაჰქონდა, რომ იმედი ჰქონდა, რომ თავის და-ძმებს, თავის მშობლებს ნახავდა, მაგრამ ეხლა იძახის, რომ ის მარტოდ დარჩა დედასთან ერთად ამ ქვეყანაზე, თავის ნათესავები, თავისი ახლობლები. არც ერთი არ არიან ცოცხალი და ის ამბობს, რომ აი ამ წუთში ფიქრობს, რომ მისთვის სიკვდილი ნამდვილად შვება იქნებოდა ამდენი დამცირების შემდეგ. და ამბობს, რომ ცხოვრება არასდროს არ იქნება ისეთი, როგორიც იყო ომამდე. ასეთია გაუბედურებული სირიელების ამბავი ამ რა ქვია ავტოკრატი ესადის რეჟიმის ხელში. არავის არ ეგონა თუ ესადი ასეთი პიროვნება იყო, გარედან ესეთი არ ჩანდა, რა თქმა უნდა. და მაგრამ შემდეგ გამოჩნდა მისი ნამდვილი სახე. ამიტომ ჩვენს ქვეყანაშიც ხალხი იმიტომ ებრძვის, რომ გვინდა დემოკრატია, გვინდა ევროპული მომავალი, რომ ასეთი რეჟიმები არ არსებობდნენ, გინდა თუ არ გინდა რეჟიმების შემდეგ მიმართავენ ასეთ გზებს, რომ ძალაუფლება შეენარჩუნების გულისთვის ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები, როგორც ახლა ვხედავთ ჩვენს ახალგაზრდებს, როგორ სცემენ, როგორ დაუნდობლად პირდაპირ სახეში ურტყამენ და ძვლებს უმტვრევენ, რომ მეორეჯერ რა ქვია მიტინგზე არ გამოვიდნენ. და ესე იწყება მერე ის ავტოკრატია, ასე იწყება ეს რეჟიმები და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისათვის ესენი ყველაფერზე არიან წამსვლელი. ამიტომ ხალხმა უნდა გამოიჩინოს, რა ქვია, მოთმინება უნდა ვიქონიოთ, ერთიანობა და ასე დინჯად და რა ქვია, თანმიმდევრულად მივაღწიოთ ახალ არჩევნებს. ჯერჯერობით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.
გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი და მოეწონოთ. კარგად გრძელდებათ.